პატარა unboxing-ით გამოგვივა. გამარჯობა. დღესაც ვამზადებ ერთად, ჩემი ჩამოვიდა და საინტერესო ადგილებს ვნახავთ, ამიტომ პატარა vlog-საც აუცილებლად დავდებ. დღეს მინდა რომ ჩავიცვათ ჩემი ახალი ქურთუკი. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი, როდესაც ვდებოდა და ძლივს ცოტა აცივდა. თუმცა შეგინდა აუცილებლად მაისურს ჩავიცმევ, მოკლედ ყველას რომ არ დამცხეს. აი ესე გამოიყურება ეს ქურთუკი, არის უთბილესი და თან ულამაზესი. Შემოშალეთ საერთოდ არ მინდა და ქურთუკის ყიდვა, იმიტომ რომ პროფესია არ ჭირდება და არც მქონია ესეთი თელი ქურთუკი, უბრალოდ ძალიან დიდი ფასტაკლავით შემხვდა ნიქოზიაში მოლში, 70%-მდე გავიდიოდა, ამიტომ გამჭირდება მოლში და მაგას გავაკეთე ეს ახსნება. გადავწყვეტ რომ ესეთი ღია, ძალიან ლამაზი ყვითელი ჩავიცვა, მგონი რომ ფერს ძალიან მოხდება. ჩავიცვა ასევე I am Zara's jeans. Replace commerce გავაკეთებ და ნახოთ აბა ერთად როგორ გამოიყურება. არის როგორც ხარ მართლა ძალიან თბილი და ლამაზი ქურთუკი არის ძალიან მომწონს. უბრალოდ რა ჩავიცვი გამახსენდა რამდენად თბილია და მე მგონი ძალიან დამცხება. და წვალობ ამის ჩაცმას, არ ვიცი. მე ძალიან მომწონს. თქვენი აზრით აუცილებლად გამიზიარეთ. ფერი არის ძალიან უცხო და ლამაზი, ხარისხიც ძალიან კარგი არის. ფეხზე გადავწყვეტა რომ ჩამოსვით ტენსიმიტები. მაინც ვფიქრობ ამ ქურთუკით გავიდე თუ არა, იმიტომ რომ ამინდი ძალიან მაეჭვებს და მოვიფიქრებ და გეტყვით. აი მაზე ვიყავ გასული და ჩვეულებრივად მაისური და ჟაკეტის ამინდია და ისე მეწყინა რომ არ ვიცი, კიდევ ვერ ჩავიცი, ყოველდღე ვცდილობ რომ ამ ქურთუკით გავიდე, მაგრამ ვერა და ვერ აცივდა ეგრე. ამიტომ ძალიან დიდი მეტი მაქვს ახალი წლის ღამეს მეც ჩავიცმო. ალტერნატივა მაქვს ეს ჟაკეტი, რომელიც ასევე ახალი არის და ჩამომიტანა და ვნახოთ როგორ მომიხდება. სხვათა შორის თემოდან გამოვიწერე პირველად Apple Watch-ის სამაჯურები და აქვთ ულამაზესი მოდელები. მართალია ხარისხი არ არის საუკეთესო, მაგრამ ცოტა ხანს რომ გამიცვალოს, ან €2.5 იყერდა. ჩემი აზრით ღირს და მართლა ძალიან ლამაზი პრინტი არის, მეორეც მაქვს და თემის unboxing-ს დავდებ ძალიან მალე. კარგად.